ეხება ხაჭო მეთქი, ყველი გავხეხე, თუ ხაჭოა, ახალი ხაჭო უკეთესია. ეს კიდე ახალი ჭყლინტი ყველი, აბა ყველიც გასინჯერა გემოსია, ჯერ დააგემოვნე. აბა გავსინჯოთ. მე ეს ცომი ჩვენ კოტორს ვაკეთებთ, კოტორს ვეძახით გაუფუებელი ცომისგან. ეს კიდევ გაფუებულია, გაფუებულისასაც ვაკეთებთ. ამას გავათხელებთ. ნამდვილი თუშური ყველია. ახალი მოყვანი, დილას ამოვიყვანეთ ეს. გავაკეთებთ ახლა კოტორს. თუშურ ხაჭაპურს. იმაში უკეთებთ ერბოს გულში. კვერცხს არ უშვებით ხოლმე, ხო? ხან უშვებით, ხან არა, რა ვიცი. გააჩნია ეს უმარილო ყველია, ახალი ყველი მოგონი. აი ნახოთ ერთი ცალი და როგორი გამოვა და მე. მანდ ამოტრიალ და დადის. ამას ახლა ცეცხლზე დავდგავთ ალბათ ტაფას და ისე გავაკეთებთ. ცეცხლზე დავდგავ ტაფას და გამოვაცხობთ ტაფაში. მერე წავუსმევთ ერბოს. და ცეცხლზე სხვა გემო ექნება.